საინტერესო მაყურებლებო. ძალიან სენსიტიური თემით ვიწყებთ. სენსიტიური, რადგანაც ეს ხელსაწყო როგორც წესი ჩვენს ემოციურ მდგომარეობას არყევს. საუბარია სასწორზე. ხდება ისე, რომ ძალიან დიდი ძალისხმევით ჩვენ ძალიან სწორად ვიკვებებით. ამასთან ერთად ძალიან ვცდილობთ რომ ვივარჯიშოთ, ბევრ წყალსაც მივირთმევთ, მაგრამ ამ სასწორზე გაჯიუტებულია და გაყინულია ეს წონა ერთ და იგივე ადგილას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ემოციებს ეხება. არადა არაფერს არ ვაფუჭებ, ხო პირიქით, მაგ გეზი აღებული იმისკენ რომ ამ სასწორმა გამახაროს და გამაბედნიეროს. ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ, რატომ ჯიუტდება ხოლმე სასწორი ზუსტად აი ამ საკითხზე. ეს არის თემა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ნამდვილ ექიმებში ჩვენ დღეს ამაზე ვისაუბრებთ. დავიწყოთ? მაგრამ მანამდე მოდი სტუმარი გჭირდება და შემოვიპატიჟებ ამ ჩვენ სტუმარს, რომელიც არ ვიცი რამდენად დასჭირვებია აი ამ გაყინულ წონასთან ბრძოლა, მაგრამ რადგან მოვიდა, ესე იგი რაღაცა მოსაყოლიც აქვს. ჩემი კოლეგა სულ პატარაობიდან ჯერ დავიწყეთ მოდელობით მე და მან. შემდეგ ავედით სცენაზე და ორივე მღეროდით. შემდეგ მოვედი რუსთავიაში და ისიც მოვიდა. ახლა დგავარ აქ და ვიწვევ მას სტუმრად. ჩვენი ლალი ტოტიკაშვილი. გამარჯობა როგორც ყოველთვის იყო. აკონტროლებ თუ არა წონას. ამ ბოლო პერიოდში სიმართლე რომ ვთქვა, დავიწყე კონტროლი. თუმცა დიდ დაცვლილება არ ვიცი ხოლმე წონის საკითხში, მაგრამ 2 კილოში, აი მართლა 2 კილოგრამში ყოველთვის ვთამაშობ რა, აი არ ვიცი ოღონდ რას უკავშირდება ეს. იმიტომ რომ არ იცვლება ჩემი ცხოვრების წესი, კვების რეჟიმი თუ აი მაგრამ აი ხდება ესე რა, აი თავისით უცებ მოვიმატებ 2 კილოს და მე თავისით ვიკლებ. ანუ მე თოჩემ ამას სასწორზე ხვდები თუ 60-ზე? 60-ზეც პირველ რიგში 60-ზე და მე გადავაკონტროლებ ხოლმე სასწორზე. და მომხდარა ისე თუ არა რომ გაიყინა ამ +2-ზე და არ კი როგორ არა, კი ყოფილა რომ რაღაცა პერიოდი იყინება 2 კილოგრამი და არის ასე თავისთვის. ნორმა. კი, მე შეიძლება ვეცადო რომ აი ნახე როდესაც იყინება მე ვცდილობ რომ იქნებ რაღაცა ცომეული ამოვიღო გვიან ღამის საათებში. იქნება ამოვიღო. იქნიათ ეს დადექი პირველი არ მოგეწონა, გადმოხვედი, არ მომეკაროთ არც ერთი ახლა. კი და ახლდა რო დგები. ეხლა ცოტა შეუცვლი ადგილს, იქნება არ იყო კაცო სწორი ადგილი. დგები ისევ და ცოტას შეისუნდგა. კი. და უფრო მეციწონი. და ხედე და დედა უფრო მეციწონი მეორჯერ. არა თან როგორ იცი რომ განულე. ფიკა, თან რო ჩერდები თუ მოგეწონა წონა, აი ცოტა ეხლა რაღაცა არ იყოს რომ მოძრაობა, მაგრამ ოდნავ წიხო არ უნდა დავდგებერ ეთეში. მოგეთ არცად არ მოგწონს, არც ერთ ადგილას არ მოგწონს. ნუ ეს ცომი ხო არის რომ შეიმკვე შეცვალე. რაღაცა შენი დღის განრიგი შეხوامობ რომ არ ვცვლი და ისე ვიმატებოდა. აქ უკვე შეცვალე რომ დაგეკლოდა. აი მიზეზი თუ მივხვდარ ხარ რა შეიძლება ყოფილიყო იმისა რომ არ მოდი. არა. ვერა, მაგრამ არა, ცომელს თუ შევზღუდავ. ზორი ჩამოვა. მე მოდის. კეთილი. რო არ ვიზღუდები ხოლმე მაინც და მაინც ველოდები რომ თავისი ჩამოვიდე. რა თქმა უნდა, ესე მარტივად გაბედნიერებს შენი წონა, მაგრამ მათთვის ვისაც ესე მარტივად არ აქვს საქმე და ესე მარტივად ვერ იხარებენ თავს, ჩვენ მოვყვებით ზუსტად იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყენებოდეს ეს წონა და შეიძლება იდგეს ამის უკან. აი ძალიან მაინტერესებს ხოთში. ხო, პირველი რომ ემოციებს არ უნდა აყვეთ, იმიტომ რომ აი ამის გაჯიუტებას აი 2 კილოგრამის თემის, ხო, ანუ აბსოლუტურად აქვს სამედიცინო ახსნაც. რეალურად ყოველდღე აწონვა მართლა გირღვევს იმ სიმშვიდეს, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ წონის დაკლების პროცესი არ არის ეს ხო არ არის რომ სწრაფი პროცესია და 2 დღეში დავიკელე 5 კილო შეუძლებელია. ან კალორიის დეფიციტებით რომ ნელ-ნელა ვიკლებთ, ეს ნორმალურია და თქვათ ყოველდღე აწონვამ შეიძლება არ მოხდეს ის შედეგი და ჩვენ ვინერვიულოთ რომ მართალია. მან ვაიმე არ დავიკელე, ან მოვიმატე კიდევაც ეს შეიძლება. შეიძლება პერიოდი გავიდეს უმჯობესია. ვინმე დრო და მე ავიწონოთ, როდესაც რაღაცა ზომებს მივმართავ. ეს ძალიან კარგია. აბა რა ხდება? შენი წონა დაფიქსირდა, წეღარ მევიდექი და შენი წონა დაფიქსირდა, რომ იწოდე მაინც. რაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ანუ დღეს ჩვენ მივიღოთ 2 ლიტრი წყალი, ხო? დიახ. ანუ ეს არის ანუ ის წყლის რაოდენობის რეალური მატება და კლება ჩვენ ორგანიზმში. ანუ რო დაიჭირო, ანუ არ არის სუფიქი რა. ანუ ეს რო დღეში მოვიმატე.
ხო? ანუ საგრძნობი საკმაოდ საგრძნობი აბათიკა აიწონე რამე კილოთი მეტი ხარ მე არა ანუ ყოველდღე 2 კილოთი მეტი ვართ იმიტომ რომ ბევრ წყალს ვსვავ არა ანუ შეიძლება უბრალოდ მარილის შემცველის საკვები მივიღოთ დღის განმავლობაში და შეაკავოს ორგანიზმი წყალი. და წყალის დავლიეთ ნორმა ისოთი 2 ლიტრი არ გამოვიდა და იმ დროს წავედი ავიწონე და ვიქნები 2 კილოთი მეტი რა. მე მიყვარს მარილიანი და ცოტა ისეთი შეაკავა წყალი. კი, თან საღამო საათებში და ზუსტად გიორგი შენ არ გინდო რამის გაკეთება ხო არ გინდო და გაკეთება. შეხედე კატასტროფა. ძალიან კარგი ხარ. ეს კარგი სასწორია მეგობრული სასწორია კაი ნა ჯერ ერთი აი ზუსტად 2 და ზუსტად 2 მეტი უფრო მეტი ნახე უფრო მეტი. 90 და რაღაც 100 ყავი და ხარ 98 და ანუ 2 კილო ნახე მეტი ხარ გიორგი რატო ჭამე ეს ლაშესადმე ხედა როგორ დაგეთხო ხო მოგლეთ თუ არ დავლეთ 2 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში შევჭამე რაღაც მარილიანი საჭმელი და დარჩა ის ჩვენი 2 ლიტრი წყალი იმაში რა ქვია ორგანიზმში და ანუ ეს არ არის ცხიმის მატება ანუ სითხის ეს არის სითხის მატება რომელიც მოკლედ მე ასეთ არ არის საგანგებო ფიზიოლოგიურად გამოიდება ადრე თუ მაგრამ მე უნდა გამოვიდეს ამიტომ არ უნდა ავიწონოთ ყოველ მეორე თემაც არის რომ ვარჯიშობენ ანუ ის შენ რომ ვარჯიშობ ხო ანუ ის ცხიმი იწובה მაგრამ კუნთის მასა იმატება ხო ამიტომ მოიმატო კიდევაც ანუ გაყინული ყოლ ვიზუალურად ანუ კარგია ვიზუალი იწლება მაგრამ ხო ვიზუალი იწლება უკეთესობისკენ მაგრამ სასწორს მაინც და მაინც ნუ მივაშტერდებით ესე. ესე იგი სასწორთან ნაკლებად უნდა ვიურთიერთოთ. ყოველდღურად არა ყოველ შემთხვევაში. ხო, ნახე ვიურთიერთოთ, მაგრამ სწორად ვიურთიერთოთ, იმიტომ რომ სასწორის გამოყენებას უნდა ვიცოდეთ. და ამაში დაზგული ხომ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც სასწორზე შევდგებით, ეს უნდა მოხდეს კვირის ერთ და იგივე დღეს, ერთსა და იმავე დღეს, მაგალითად, დღის ერთსა და იმავე დროს ხო, ესეც მაინტერესებს. დილას ჯობესია, დილას. დილას ჯობია, იმიტომ რომ ყველაზე მარტივია. ერთი, რადგანაც ერთი და იგივე ტანსაცმელი უნდა გეცვას, ან დილას, ან საღამოს რო ებზადები. ბევრია, ტანსაცმელი ბევრია. ხო. ტანსაცმელი უკვე მეც არ მომწონს რა, რაღაცნაირად. ერთნაირად არ უნდა. ხო, ნუ გასაგებია, რომ შეიძლება ტანსაცმელის გარეშეც იყოს, კი ბატონო. და ნუ რა თქმა უნდა, ერთ და იგივე სასწორით უნდა ავიწონოთ. და ერთი და იმავე ადგილზე ჯობს, იმიტომ რომ თიგამ წეღან თქვა რომ მე გადავაადგილებ მართალია, იმიტომ რომ შეიძლება არასწორი ზედაპირი იყოს. იქ უკეთესი ადგილი ვიყო. ხო და ნერვები რო გვეშლება ხოლმე, როცა ვარ სწორკვებაზე და არაფერით არ იძრება, ნერვებ მოშლზე ხდება ზუსტად როგორც წესი, რომ ვაკეთებთ ხოლმე ერთხელ ერთ დღეს ჩაგდების დღეს. cheat day არის ესე როგორც თქვა არაქართულად, აი ჩაგდების ცოტა დარღვევის დღეს ვაკეთებთ ხოლმე და რეკომენდაცია გახლავთ რომ ამ დღის მე მომდევნო დღეს არ უნდა ავიწონოთ რა თქმა უნდა იმიტომ როგორც წესი ესეთი საკვები არის მართლა მარილიანი რაღაც უფრო ცხიმიანი რომელიც მართლა იწოვს კიდევ უფრო და ითხოვს სხვა სითხეს და მეორე დღეს ნამდვილად არ არის რეკომენდირებული რომ აიწოროთ იმიტომ რომ მიხვდებით რომ კიდევ უფრო ინერვიულებთ მოკლედ და ამიტომ ჯობია ისევ რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ სასწორთან ურთიერთობას. ხო, თიკა. ბარემ შეირგეთ ის დღე რომელიც ჩააგდეთ. ხო, თიკა კიდევ მნიშვნელობა აქვს, ანუ აი სწორად კი ვჭამთ, მაგრამ თავმიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს, რას რის მე ვჭამთ. თუ ირა საინტერესო. ჯობია რომ თავიდან ვჭამოთ ამ ცილოვანი და ცხიმიანი საკვებიც. ანუ ერთ კვებას იძახი? ერთ კვებას ვიძახი. თორე დილა შუა დღეს აღამო კი არა? ანუ ცილა და ცხიმი მივიღოთ და ბოლოს მივიღოთ ნახშირწყალი რა. იმიტომ რომ ანუ ეს ცილა და ცხიმი ანუ ენერგეტიკულად ბევრად უფრო მაღალ ენერგეტიკულია და აი ნახშირწყლები რომელიც ყველაზე სწრაფად ჩალაგდება ცხიმში, იმის რაოდენობის მიღებას ვამცირებთ რა, იმიტომ რომ სინაყრის შეგრძნებას მივიღებთ აქედან და უფრო დიდხანს გავყვება. სიმაძღრე, ესე რომ ვთქვა, ცილოვანი და ცხიმოვანი, იმიტომ რომ ენერგია უფრო მეტი მივიღეთ, მაგრამ აი ეს ხურდა ნახშირწყლები, ის რაც არის, ხურდა ფულივით აი ეს ნახშირწყლები რო სწრაფად გადალაგდება ცხიმში, იმის რაოდენობას შევამცირებთ. კი, და სხვათა შორის ისიც გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ვჭამთ გარკვეული ხნით ჩვენს ორგანიზმში ხო ნაწლავებში ხო ძალიან გრძელია ჩვენ ნაწლავები და რჩება
ანუ გადამუშავდება, შეიწოვება ნივთიერებები ნაწილი გამოიდევნება გარეთ, მაგრამ ამას თავის დრო ჭირდება და შესაბამისად ამ დროის განმავლობაში შეიძლება ახალი საკვები დავამატოთ, ხო? ამიტომ არ ვარ გასაღამოს მთელი დღის კვებების შემდეგ ავიწონოთ და ზუსტად ეს ნარჩენები ემატება არსებულ წონას და რა თქმა უნდა შეცდომაში შევდივართ და გონია რომ მოვიმატეთ წონაში. ამ დროს ეს ის ულუფებია, რომელიც დღის განმავლობაში უბრალოდ დავამატეთ. თორე ბევრად უფრო პატარა წონა გვაქვს. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი ნაწლავები ან თვითონ ძალიან გრძელია. ახლა და ნუ ჩახვეულია ჩვენ მუცლის ღრუში. მჭიდროდ, აი რო შევადაროთ დაახლოებით მოზრდილი ადამიანის ნაწლავის სიგრძე არის აი 3 შაკილონილის სიგრძე. 3 შაკია? 3 შაკი არის. და ეს დაახლოებით არის 7 მეტრი, ანუ მოზრდილი ადამიანების რა. და აი თუ გინდა გავწელოთ გინდა. მოდი, ეს ერთი ცალი? ხო. და იგეთქვი რომ ხელ გამოვა. სწავა 7-ზე. კი. მიდი ლალიკო და კიდევ ანუ სანამ ეს არ მოითავებს ეს საკვები მთელ იმას პერიმეტრს. აი ეს არის. მანამდე არის შიგნით? ხო. ხედავ შენ რა ხდება? ხო, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი. 7 მეტრი, წარმოიდგინე ამას დრო ხო უნდა? მეკარეები. ამას დრო უნდა. მოდი ხალხო, გაგებით მოეკიდეთ, გაგებით ამ კვების ნუ ეს მონელები. ახლა თვალნათლივ როცა ხედავ კიდევ უფრო რაღაცნაირია. ეს დისტანცია გვჭირდება იმისთვის, რომ შევიწოვოთ ყველა ეს საჭირო ნივთიერება, რაც ჩვენ გვჭირდება. ძალიან გრძელი გზა არის, ხო? ანუ ნარჩენებისთვის და ეს რო გაიარო ჭირდება უჯრედისი. მამაკაცში ჭირდება რაღაც 35-30 გრამი უჯრედისი. ქალებს ჭირდება ნაკლები, ხო, 25 გრამი. ხედავ. აჰა. ხუდა იქ. ეგონი არ იკეცება, იყოს ასე ეს ნაწლავები დავიდოთ, აი ესე ლამაზია. ამაზია ხო ეს. ახლა ძირფასო მაყურებლებო ლალი და ჩვენო ექიმებო, ჩვენი ინსპირაცია იყვნენ ჩვენი მაყურებლები, რომლებსაც აინტერესებდათ კონკრეტული შეკითხვები და ახლა მე გავაჟღერებ ამ შეკითხვებს და შემდეგ უკვე დავაკმაყოფილებ მათ ინტერესს და რა თქმა უნდა ჯამში ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული ამ თემის გაშლისთვის. შეუძლია თუ არა ხილს გაგვასუქოს? ლალი როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ რომ შეუძლია. შეუძლია. მე კიდე არ ვფიქრობ რომ შეუძლია. შეუძლია, მაგრამ მე მგონი გააჩნია. აბა ეს უჯრედის საიდან მოვიტანო? გეთანხმები. მე ვიტყვი შეიძლება მე რაც მგონია რატო გონია? ჯერ მგონია რომ არ შეიძლება რაღაც საკვების შემდეგ ხილი, იმიტომ რომ უფრო შეიძლება რაღაცა ეს გასუქებისთვის იყოს საფრთხე და თავისი დრო აქვს მგონია ხილის მირთმევას არა? რომელია? არა. კვებებს შორის და არა საღამოს. ხილი ნამდვილად ჯანსაღი საჭმელია, მაგრამ ნუ აქ დამოკიდებული არის რაოდენობაზე, ხო? მთავარი არის, ანუ ხილი უნდა მივიღოთ ზომიერად. და უნდა ვეცადოთ, რომ აი სხვადასხვანაირი ფერის ხილი მივირთვათ, იმიტომ რომ ეს პიგმენტები და ისინი ან თავიანთი ანტიოქსიდანტები და ისინი სხვა ის არის, სხვა დამატებით იმას გვაძლევს ბენეფიტებს და აი ისეთი ხილი, რომელშიც არის დაბალი შაქარი რა. მაგალითად აი გრეიპფრუტი, ნესვი, ატამი, ეგენი აღარ არის სეზონური კენკრაც. ხო, და კენკროვანი. აღარ არის სეზონურად მომეც პორტოხალი, მანდარინი. მანდარინი. გრეიპფრუტი, კეთილი. კარგით, შეკითხვა შემდეგი. მენსტრუაციის დროს როგორ მოვიქცეთ, როდესაც წონაც გვემატება და დისკომფორტს განვიცდით და ყველა ქალბატონს ეცნობა ალბათ ეს სიტუაცია, რომ აი ამ პერიოდში, ციკლის დროს ადამიანებს წონაც ეცვლებათ, ზოგჯერ მართლა იმდენად დიდია შეშუპება ან რაღაცა სხვა, რომ მართლა სხეულზე სხვანაირად გაზის ტანსაცმელი, განწყობა რო იცვლება ეგ თავისთავად. გეცნობა? რა თქმა უნდა. ყველას აქვს შეშუპება არის, მე მგონი, ერთ-ერთი ესეთი მთავარი მიზეზი მაგ პერიოდში. და დავუშვათ ამ დროს თუ დამდგარ ხარ სასწორზე, თუ გიდარდია რომ არა, იცოდი ამის შესახებ, რომ არ ღირს ამ დროს დადგომა სასწორზე. კარგი. ბებესია რომ არა. ამ შეკითხვას მე ვუპასუხებ, ყველა ქალბატონს მოიხსენება, რომ გამოუცდია მსგავსი შეგრძნებები. ყველას აქვს ძალიან ინდივიდუალურად ეს გამოვხატული. ზოგმა შეიძლება 4-5 კილოც კი მოიმატოს, აი ამ სადღაც ერთკვირიან პერიმეტრში და ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, ეს არ არის სანერვიულო არანაირად. ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ დროს არის ის, რომ დაახლოებით 1 კვირა დაელოდოთ ამ პროცესის ჩამთავრება და შემდეგ აიწონოთ. ეს ნამდვილად არ დარჩება თქვენი წონის პლუსებად, რადგანაც ეს რო ჩაივლის
თქვენი ზედმეტი კილოგრამების მასთან ერთად ჩაივლის. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური საკითხი და არ იდარდოთ ამაზე. უბრალოდ ამ დროს არ აიწოროთ. მე მგონი ემატება მადაც, ხო? ყველა სხვადასხვანაირად ზოგთან შეიძლება პირიქით იყოს უმადობა და ხა მადაც თუ დაემატა სპილეულის მოთხოვნილება. სპილეულის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, შეიძლება ავიდეს 4 კილოზე. შემდეგი შეკითხვა. როგორ მოვიქცეთ, რომ წონა შევინარჩუნოთ და ეს არის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა ყველა ადამიანს აქვს, ვინც გაიმარჯვა საკუთარ თავზე და მიიღო სასურველი შედეგი. ლალი, შენი შენარჩუნების მთავარი გზა რა არის შენი წონის შენარჩუნების? არ აქცევს ყურადღებას. არ იცის მართლა არ ვიცი. რასაც მე ვაკვირდები, ამდენი წელია, ამდენი 20 წელია არ იცის. მართლა არ ვიცი. არა, ნუ ეხლა ის მაინტერესებს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც აი ვთქვათ, ძალიან ხშირად გვსმენია, რომ წონა დაიკლო და მერე მიაღწია რაღაც მიზანს თითქოს და მერე ჩვეულებრივად აგრძელებს ამ რიტმს, ხო, თავის ცხოვრების რიტმს. ანუ თუ იმ ცხოვრების რიტმმა ძველმა გაგვასუქა, და ვთქვათ, წონა მოგვიმატა, რომელიც არ მოგვეწონა და მერე დავიკელით, ამიტომ არ უნდა გქონდეს არასდროს იმედი იმისი, რომ ამას შევინარჩუნებთ კიდევ თუ დაუბრუნდებით ძველ სტილს, ხო, ცხოვრების. რეკომენდაცია არის 6 თვეში შენი წონის 10%-ის კლება. ეს არის ყველაზე ისეთი, რომელიც ყველაზე კარგად ინარჩუნებს რა, ანუ პოტენციალურად დათვლილი, ანუ გამოდის რომ დავუშვათ 100 კილო თუ არის ადამიანი, გამოდის უნდა დაიყოს 10 კილო 6 თვეში. ანუ გამოდის კილო და რაღაცა თვეში და კვირაზე გამოდის 200-300 გრამი. რაც ანუ აბსოლუტურად შესაძლებელია და აი ეს არის ყველაზე ჯანმრთელ, ანუ ამ ჯგუფ ესე ვინც დაიკლო იმათ ყველაზე ნაკლებად მოიმატეს მერე უკან. რეალურად, რასაც მე ვუყურებ ახლა ჩვენ რასაც ვილაპარაკეთ, მთავარი არის სწორ დროს აიწონოთ. გაიაზროთ, ასე ვთქვათ, რა მომენტში ხართ უფრო ზუსტი წონის, რადგანაც დღის ბოლოს როგორც ვილაპარაკეთ, არეულია პარამეტრები, თუ სხვა სამოსი გაცვია და სხვის სასწორზე იწონებით, ესეც არ იქნება მართებული, რადგან ასეც აგირებთ ემოციებს. ამიტომ ეს ნაწილი რომ დავარეგულიროთ, რაც შეეხება შენარჩუნებას და კლების პროცესს, თუ კლების პროცესი არის მიზანი, შენარჩუნებაც ერთგვარი მიზანი უნდა იყოს და რეალურად ბევრი არაფერი არ უნდა შევცვალოთ. თუ არჩევანის დროს რას ჭამთ, რაღაც გონივრულად ავარჩევთ, შენარჩუნების დროსაც ზუსტად ეგ მიდგომა გამოგვადგება. აგერ არის ლალიკო მაგალითი იმისი, რომ მართლაც თითქმის მთელი თავისი რაღაც ესეთი გააზრებული ცხოვრების განმავლობაში არ დაჭირვებია ასეთი რადიკალური ზომების მიღება, უბრალოდ ყოველთვის რაღაცნაირად სწორად უდგება კვების პროცესს. თან მართლა მაქვს ნანახი, რომ მართლა ჩვეულებრივად იკვებება რაღაცა ის კი არ არის, რომ რაღაცა რადიკალურ ზომებს ჩვეულებრივად იკვებება ადამიანურად. ეს შური იყო ცოტა პატარა. ჩემგან? არა. არა. თუმცა მე ვერ ვიტყვი. არ მგონია. შენც არ გაქვს ახლა ესეთი განსაკუთრებული პრობლემა ამასთან ნუ მე დაკავშირებით. პლუს მინუს ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, ცოტა ისა, ცოტა ნერვები აგეშალა, ცოტა ზომებში გავადიდე 60 და შემდეგ გამივლია, ვიცი ეს ყველაფერი როგორც არის. მაგრამ ვიზუალურად რაც უფრო ცოტას ფიქრობთ და რაც უფრო გააზრებულად უდგებით კვების პროცესს, მით უფრო კარგად ლაგდება ყველაფერი. ესეც ლაგდება, ესეც. მადლობა.